თავი მე-11. მოხდა ისე, რომ როცა იგი ერთ ადგილას ლოცულობდა და დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა. უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს. უთხრა მათ. როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანას აზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე და მოგვიტევე ჩვენ სოდვანი ჩვენი, რადგან ჩვენს მიუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. უთხრა კიდევ მათ. რომელიმე თქვენგანს, რომ მეგობარი ყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მას ესხე 3 პურიო, ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, რომ შევთავაზო. და მან შიგნიდან გამოზახოს. ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა. გეუბნებით თქვენ, თუ არ ადგება და არ მისცემს პურს მეგობრობის გამო, მომაბეზრებელი თხოვნის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება. და მე გეუბნებით თქვენ, ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. რომელი მამა იქნება თქვენთაგან, რომ შვილმა პურის თხოვოს და ქვამისეს, ან და თევზის თხოვოს და თევზის წილ გველი მისეს, ან და კვერცხი რომს თხოვოს და მორიელი მისეს. ხო და თუ თქვენ ბოროტებმა იცით კეთილმისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სული წმიდას იმათ, ვინც თხოვს. ერთხელ დევნიდა იგი ეშმაკს მუნჯი კაცისაგან და როგორც კი ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი. ზოგიერთი ამბობდა: ბელზებული, ეშმაკთა მთავრი დევნის ეშმაკებს. ზოგი კი გამოსაცდელად მოითხოვდა მისგან ნიშანს ციდან. ხოლო მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა დაყოფილი, გაპარტახდება და სახლი სახლზე დაემხობა. და თუ სატანა დაყოფილია თავისავე წინააღმდეგ, როგორ გაგაზლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, ვითომ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს. თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან, ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. და თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი. როდესაც ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის. ხოლო როდესაც მასზე ძლიერი თავს დაესხმის და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიცა ქონდა და ნადავლს გაანაწილებს. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. როცა არაწმინდა სული გამოვა ადამიანისაგან, დადის უწყლო ადგილებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს, მაშინ ამბობს: დაუბრუნდებით ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. მივა და იპოვის მას დაგვილსა და მოვლილს. მაშინ წავა და მოიყვანს 7 სხვა სულს, თავისზე უბოროტეს, შევლენ და დასახლდებიან იქ, და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. სანამ ის ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აღიმაღლა ხალხიდან და წარმოთქვა: ნეტარია მუცელი, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. მან კი თქვა: ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას. როცა ხალხმა შეგროვება იწყო, იგი ალაპარაკდა: ეს მოდგმა ბოროტი მოდგმა, ითხოვს ნიშანს. ნიშანი კი არ მიეცემა მას გარდა იონას ნიშნისა. ვინაიდან როგორც იონა იყო ნიშანი ნინევიელთათვის, ასევე იქნება ამ მოდგმისათვის კაცის ძე. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამჟავროზე ამ მოდგმის ადამიანებთან ერთად და მჟავრს დაძდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი. ნინევიელები აღდგებიან სამჟავროზე ამ მოდგმასთან ერთად, მჟავრს დაძდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი. არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას ფარულ ადგილას ან და ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს. სხეულის სანთელი შენი თვალი, როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი.
მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია. ამიტომ უყურე, ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის? თუ კი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, თითქოს სანთელი თავისი შუქით გინათებდეს. ამას რომ ლაპარაკობდა ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ესადილა. შევიდა და სუფრას მიუჯდა. ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ მან არ დაიბანა სადილის წინ. უთხრა მას უფალმა: ახლა თქვენ, ფარისეველნო, სასმისსა და საინს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც. არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ. მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გამოყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნარი ბოსტნეულის მიათეთს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს. ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგეტოვებინათ. ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გიყვართ პირველ ადგილზე ჯდომა სინაგოგებში და მოსალმებანი მოედნებზე. ვაი თქვენ, რადგან ხართ უჩინარი სამარხებივით, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან. ამაზე ერთ-ერთმა რჯულის მცოდნემ უთხრა: მოძღვარო, ამას რო ამბობ, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას. მან კი უთხრა: ვაი თქვენს, რჯულის მცოდნენო, რომ აჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ. ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს. ამით თქვენ ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, ვინაიდან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ. ამიტომ თქვა ღვთის სიბრძნემ, მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან, რათა ამ მოდგმას მოგკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც ღვთისოფლის შექმნიდან დაღვრილა, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაზარს შორის დაიღუპა. აჰა, გეუბნებით, ამ მოდგმას მოგკითხავენ. ვაი თქვენ, რჯულიც მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები, არც თქვენ შეხვედით და შემსვლელების დააბრკოლეთ. როცა ამას ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და ბევრი სალაპარაკოდ გამოწვევა. თან მახეს უგებდნენ, რომ გამოეჭირათ ნათქვამში.